თბილისის ბიუჯეტის გარშემო ატეხილ ხმაურს უსაფუძვლოს უწოდებს ფინანსთა მინისტრი. მისმა უწყებამ დღეს საგანგებო განცხადებაც გაავრცელა, სადაც დეტალურად არის განხილული დედაქალაქის ბიუჯეტის ბოლო წლების ტრანსფერი და შემოსავლები. უწყების ინფორმაციით თბილისის ბიუჯეტმა 9 თვის განმავლობაში გამოყოფილი თანხების ათვისება შეაფერხა და ამ გზით დააგროვა 150 მილიონ ლარზე მეტი. ამ დროისთვის თბილისის ბიუჯეტი შეადგენს 704 მილიონ ლარს. აღნიშნული ტენდენციიდან გამომდინარე 2014 წლის დასაწყისისთვის თბილისის ბიუჯეტის დეპოზიტებზე ნაშთი გადააჭარბებს 100 მილიონ ლარს და იქნება 73 მილიონი ლარით მეტი ვიდრე მიმდინარე წლის დასაწყისში, ხოლო ტრანსფერი 2013 წელთან შედარებით მცირდება მხოლოდ 59 მილიონ 900.000 ლარით. გარდა ამისა, 2014 წელს გაიზრდება თბილისის შემოსავლებიც, რის შედეგადაც 2014 წელს თბილისის ბიუჯეტის მოცულობა იქნება უფრო მეტი ვიდრე 2013 წელს ნათქვამია განცხადებაში. ფინანსთა სამინისტროს ამ გათვლებს არ ეთანხმება დედაქალაქის მერი. ქალაქის მერის ამ განცხადებაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. დღეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით. ერთს გეტყვით, რომ მომავალ წელს თბილისის ბიუჯეტს ექნება 200 მილიონი ლარით მეტი თანხები, ვიდრე ის წელს დახარჯავს. თბილისის ტრანსფერი მცირდება, მაგრამ თბილისის შემოსავლები იზრდება. სიმას მდგომარეობს იმაში, რომ ეს თბილისის ფული წაიღეს რეგიონებზე და რეგიონალური ფონდი შეამცირეს. ანუ სინამდვილეში არც რეგიონებს არ აძლევენ, ფულს უბრალოდ თბილისს მოაჭრეს. სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ 6.8 მილიონი ოლიმპიადისთვის არისო, წლევანდელ წელს კი უზის სპორტის სამინისტროს, მაგრამ არაფერი არ წერია ამ განცხადებაში 2014, რომელიც ძირითადი მოსამზადებელი პერიოდია. სიმართლე კიდე იმაში მდგომარეობს, რომელსაც ასევე მალავს ფინანსთა სამინისტრო, რომ გაიცათ 400 მილიონის ფასიანი ქაღალდების გამოშვებას აპირებს მთავრობა. იმიტომ რომ დეფიციტი აქვს და დეფიციტი საიდან შეავსოს აღარ იცის. 2013 წელს, მაშინ როდესაც სწორედ ბატონი ხადური გახლდათ ფინანსთა მინისტრი და ახალი ხელისუფლების პირობებში დაიწყო მსჯელობა ბიუჯეტთან დაკავშირებით, აქვს 100 მილიონი ზოგ შემთხვევაში, ზოგიერთ შემთხვევაში 20 და ზოგიერთ შემთხვევაში 50 მილიონით მეტი ტრანსფერის სახით გამოყოფილი ახალ ხელისუფლებას თბილისის ბიუჯეტისათვის, ვიდრე ამას აკეთებდა წინა ხელისუფლება, ანუ გიგი ულულავასავე პოლიტიკური გუნდი.